გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა ვისაუბრო ამ პატარა ვიდეოში და მსურს რომ იყოს ის ინფორმაციული. თემის შინაარსი არის წარმოსახვითი პარტნიორი, როგორც ფსიქიკური რეალობის ძალა და ასევე მისი ზღვარი რეალობასთან. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები და რატო ხდება ეს? რა იწვევს ამას შინაგანი მარტოობა, გადატანილი რაიმე ტრამვები, მექანიზმები თუ ფსიქიკური ფანტაზიის ფუნქციის მორღვევა თუნდაც. ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხდება შემთხვევები, როდესაც ადამიანი იჩენს პარტნიორს, რომელიც რეალურად არ არსებობს. თუმცა მისი ესე ვთქვათ, არსებობა შინაგანად ისეთივე ძლიერად განიცდება, როგორც რეალური ურთიერთობა. ანუ ის წარმოსახვა, ის ილუზია, ფანტაზია ძალიან გავს რეალობას მისთვის. საუბარი მაქვს არა უბრალოდ ფანტაზიაზე, წარმოიდგინეთ არამედ მჭიდროდ სტრუქტურირებულ შინაგან ფიგურაზე, რომელსაც ადამიანი ერთიან და თანმიმდევრულ ფსიქოლოგიურ რეალობად აღიქვამს. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადამიანი მის წარმოსახვასთან ქმნის დიალოგს, განიცდის ემოციებს, ახდენს მასზე მოქმედებას, ან მისგან ზემოქმედებას თვითონ განიცდის. ხშირად მას ჯერა ამ ურთიერთობის და მე უკვე რეალური კავშირებისგან ცდილობს დისტანცირდეს და ჩაიკეტოს საკუთარ გამოგონილ სამყაროში. ამას თავისი ფსიქოდინამიკური ახსნა აქვს, რა თქმა უნდა. ფენომენი არის დაკავშირებული განცალკევების ტკივილსა და არაცნობიერ გადატანით მექანიზმებთან. წარმოიდგინეთ ფსიქიკური ქსელები, რომლებსაც ბავშვობაში ვერ ვაცალეთ, ფაქტიურად გაწყვეტა და ეს ქსელები ეძებენ ახალ ფორმას. ეს შეიძლება მაგალითად გამოიწვიოს ბავშვობაში ემოციური სიცარიელემ, რომელსაც განიცდიდა ადამიანი მშობლების მხრიდან, გარემოს ან სოციუმის მხრიდან. ასევე შეიძლება იყოს ტრამვული დაშორების შედეგიც კი, სადაც ძალადობდნენ ქალზე, მამაკაცზე, ან პირიქით და ბევრი სხვა ტრამვული პროცესი. ეს ძლიერი მარტოობის პერიოდში ხდება, როდესაც შინაგანი დამცველი ფიგურა ფორმირდება წარმოსახვით პარტნიორად, რომ ვიღაცამ უნდა დაიცვას ის. ასე დროს ადამიანები ძირითადად განიცდიან ემოციურ დეფიციტს წარსულში. შიშით გამოწვეული ბარიერები რეალურ ურთიერთობებში კი ჩნდება შემდგომ. მეორე მიზეზი არის ინტროვერტული და ინტენსიური ფანტაზიის უნარი. ხშირად ნაპოვნი არის არტისტულ სენსიტიურ ინდივიდებში ძირითადად მსგავსი გამოვლინება და ასევე მესამე მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევითობითი ტრიგერი. წიგნი, სიზმარი, მედიტაცია ან მაგიური აზროვნებაც კი, რომელიც ძალიან ხშირია ეზოთერულ სფეროში რჩევების დონეზეც კი წარმოსახვითი პარტნიორის გაჩენასთან დაკავშირებით, რომ შენ ის მოიზიდო. ფსიქოტური სპექტრის დარღვევაც, თუმცა იშვიათი ფორმაა, შესაძლოა აღმოჩნდეს აუდიოვიზუალური ჰალუცინაციებიც, რაც საჭიროებს უკვე კლინიკურ შეფასებას, იმიტომ რომ ადამიანს გონია, რომ ნამდვილად ურეკავს მისი შეყვარებული და შეიძლება ტელეფონი დაიჭიროს ხელში და ესაუბრებოდეს. რის როლს ასრულებს საერთოდ წარმოსახვითი პარტნიორი? ეს არის დაცვას, მიტოვებულობის შიშისგან, სიმართლის დაშვებას რეალურ ურთიერთობებში, იდეალიზაციის სივრცე, სადაც ყველაფერი კონტროლირებადია და საკუთარი თავის ნაწილის პროექციას, რომელსაც ადამიანი ვერ აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მთელი რიგი მისი რისკ ფაქტორები მოყვება, როგორიც არის თუნდაც ჩაკეტილობის საფრთხე. თუ პროცესი მაგალითად ხანგრძლივია და მოიცავს რამდენიმე წელს, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე, ფანტაზია რეალობის ნაცვლად იკავებს უკვე ადგილს და თითქოს მთელი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება. შესაძლოა ასეთ დროს დაირღვეს კონტაქტის უნარი რეალურ ადამიანებთან, გულისხმობ ამ შემთხვევაში პირადი თვალსაზრისით. განვითარდეს პასიური ცხოვრების რიტმი, არა რელაციური სტილი ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს ასევე ფსიქიკური განყოფიერება საკუთარი კონსტრუქციით, რომელიც რეალობას გაურბის. ეს არ არის ფსიქოპათოლოგია. ყოველ შემთხვევაში ან ყველა სიტუაციაში, მაგრამ აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. განსაკუთრებით კი მაშინ თუ ფანტაზია რეალურ ურთიერთობებს სრულად ანაცვლებს. მოდი მცირე რეკომენდაციები ჩემოვიფარგლები ამ შემთხვევაში. პირველ რიგში, ვისაც აწუხებს ასეთი პრობლემა, აუცილებელია მოახდინოს გაშიფრვა. ვინ არის ეს ფიგურა სინამდვილეში, ვინც მან გამოიგონა? ვის განასახიერებს ის ადამიანი ყოფილს, მშობელს თუ საკუთარ არაცნობიერ მხარეს. ასევე უნდა მოხდეს აუცილებლად ემოციური დეფიციტის აღდგენა. ფანტაზიის უკან ყოველთვის დგას რეალური მოთხოვნილება.
იქნება ეს სიახლოვის, შთაგონების თუ სულიერი ურთიერთობის. ასევე კონტაქტების დაბრუნებას უნდა კონდეს ადგილი. სხეულთან, გარემოსთან და ასე შემდგომ. მხატვრული გამოხატვის არხები, წერა, ხატვა, მოძრაობა ძალიან დაეხმარება ასეთ ადამიანს, რომ მის რეალობას დაუბრუნდეს და არა გამოგონილს. ასევე საკუთარი თავი უნდა შეაქოს და შეიყვაროს ისეთი, როგორიც არის ფანტაზიის გარეშე. და წარმოსახვითი პარტნიორი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც შინაგანი სულიერი გზამკვლევი, მაგრამ არა როგორც უპირობო ცალკეული სამყარო, რომელიც პირიქით ანგრევს ადამიანის ცხოვრებას და მის რეალობასთან ადაპტაციას. დროთა განმავლობაში ეს საკმაოდ კიდევ უფრო ღრმა სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ფანტაზია საკმაოდ ძლიერი ძალაა და როდესაც ადამიანი ქმნის წარმოსახვით პარტნიორს, ის კი არ არის გიჟი, არამედ ის იცავს საკუთარ სულს იმ ტკივილისგან, რომელსაც რეალური ურთიერთობები, ესე ვთქვათ, უტოვებს მას როგორც კვალს, მაგრამ თუ ეს ფანტაზია იქცევა ძალიან დიდ ბზარად ცხოვრებასა და შინაგან განვითარებას შორის, მაშინ აუცილებელი და საჭიროა დამუშავება, თანაგრძნობა, ასევე პროფესიული მხარდაჭერაც კი. ძალიან კარგია, რომ საკუთარ თავს თუნდაც თვითრეფლექსიისთვის დაუსვან ასეთმა ადამიანებმა შემდეგი კითხვები. როდის და როგორ გაჩნდა წარმოსახვითი ურთიერთობა მათ ცხოვრებაში? რას მაგალითად მაძლევს მე ის, რაც რეალობაში ვერ მივიღე? და საერთოდ მინდა თუ არა რეალური კონტაქტი, თუ მხოლოდ იდეალური დაცვის ძიების პროცესში ვარ. ახლა ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გარკვეული პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ადამიანის ცხოვრებაში, ისეთი, რომელსაც თავიდან შეიძლება ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდეთ და ვთვლიდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ნორმა ან ცხოვრებისეული შემადგენელი ნაწილია, მაგრამ აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, ჩვენი კეთილდღეობის და ასევე გარემოსთან სრულფასოვანი ადაპტირებისთვის. თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო მასალა, შემოგთავაზებთ აუცილებლად სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით მოკლე მსგავს პოდკასტ ვიდეოებს აუცილებლად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.